ბოდიში ომი გრძელდება. ესაო, ისაო, შენ დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არაო. აი ძალიან მოკლედ თუ შევაჯამებ, ბოლო 2 კვირაში სულ ეს იყო. თან თუ გინდა ჩათვალეთ, რომ პუტინი ეუბნება ტრამპს ომის დამთავრებაზე, თუ გინდა ჩათვალეთ, რომ ტრამპი ეუბნება პუტინს ზელენსკის დაყოლებაზე დონბასი უბრძოლველად დათმოს და თუ გინდა ჩათვალეთ, რომ ზელენსკი ეუბნება ტრამპს შვიდობის საფარქვეშ კაპიტულაციაზე ხელის მოწერაზე. აი ზელენსკი და პუტინი რო ერთმანეთს არ ელაპარაკებენ, აი ამ ხარვეზის აღმოფხვაზე იქნება დონალდ ტრამპის მთელი ძალისხმევა მიმართული უახლოეს მომავალში. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი, დღეს 21 აგვისტოა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1275 დღე გავიდა, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. მადლობა ერთგულ მაყურებელს, მადლობა გამომწერებს, თქვენ კი, ვისაც ჯერ არხი არ გამოგეწერიათ, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიწიროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე YouTube-ის ალგორითმს დაეხმარებით უფრო მეტ ადამიანთან მიიტანოს ეს ვიდეო. მოკლედ, ალბათ გასაგებია, დღევანდელ ეპიზოდში ვსაუბრობ ვაშინგტონში ევროპულ დესანტზე. მას შემდეგაც ალიასკაში პუტინმა პრაქტიკულად დრო მოიგო და იზოლაცია გაარღვია, ახლა ბურთი მთლიანად ევროპის მოედანზე იყო. და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგად მომზადებული დელეგაცია ჩავიდა ვაშინგტონში, ზელენსკი და ევროპელი ლიდერები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ადგილზე იყო ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპამ ამ შეხვედრაზე აჩვენა, რომ ქართული ანდაზა, ბებერი ხარის რქებიც ხნავს, არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ ბებერმა კონტინენტმა აჩვენა დიპლომატიის კლასი. მანამდე მოდით ვისაუბროთ ზელენსკის და ტრამპის პირისპირ შეხვედრაზე. როგორც კი შეხვედრა დამთავრდა, მთელი მედია წალეკა ჰედლაინებმა, რომ სკანდალი არ შედგა, ეს უკვე მიღწეული წარმატებაა. და ეს ალბათ ბევრს მიუთითებს. ზელენსკის ბოლომდე კლასიკური პიჯაკი არ იცვა, მაგრამ რაღაცა მაგვარი, პიჯაკის მაგვარი და რაც მთავარია, პირველ 3 წუთში 16 ჯერ გადაიხადა მადლობა. აი იქ კადრიც გაიპარა, თითქოს დივენსი თითებზე ითვლიდა ამ მადლობებს და როგორც ჩანს, პუტინისა და ტრამპის ეგოსთან საკმაყოფილებლად ეს მადლობები და პიჯაკის მაგვარი საკმარისი იყო. ამის შემდეგ უკვე ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო მრავალმხრივ ფორმატში, სადაც ეს ევროპელი ლიდერები იყვნენ და აქ გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად ევროპელი შეთქმულები ჩავიდნენ ვაშინგტონში, იმიტომ რომ ყველას ჰქონდა თავისი წინასწარი როლი განსაზღვრული. ესე ჩანდა ყოველ შემთხვევაში, სხვადასხვა თემებზე და სხვადასხვა კუთხიდან უტევდნენ ტრამპს. იქ იყო საუბარი ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ დონეცკი ურძელოდ უნდა დათმოს ზელენსკი. იქ არსაიდან თითქოს ესე გაახსენდა ფონ დერ ლაიენს, რომლის ერთი ასო სხვათა შორის ტრამპსაც შეეშალა, რომ აი ჩვენ ყველას ძალიან გვადარდებს უკრაინელი ბავშვები და იქვე ყველას გაახსენდა მელანია ტრამპის წერილი პუტინისადმი. მოკლედ, უკრაინელი გატაცებული ბავშვები, უსაფრთხოების გეგმები უკრაინისთვის, სამომავლო სამოქმედო გეგმა და რაც თავარია, ტრამპი ზელენსკი პუტინის შესაძლო შეხვედრა აი ამ თემებზე ისაუბრეს და აი აქ პრინციპში ევროკავშირი და ევროპელი ლიდერები მიუთითებდნენ ტრამპს, რომ შენ თუ ჩვენთან იდგები, შენ იქნები სიკეთის მხარე, შენ იქნები ბავშვების გადამრჩენელი, შენ იქნები მშვიდობის მომტანი და როგორც კი პუტინის გვერდზე დგები, შენ ეგრევე გახსენებად, რომ ბავშვების ყველის გვერდზე დგახარ და თუ არ გინდა ამ სისხლით დაისვარო, ისტორიის ამ მხარეს უნდა იყო. მოკლედ ამ შეხვედრამ არსებითად ყველაფრის გარეშე ჩაიარა, იმიტომ რომ პრაქტიკული შედეგი და პრაქტიკული რაიმე ნაბიჯები უკრაინის უსაფრთხოებისთვის არ გადადგმულა, კი იყო ბევრი დაპირება, მათ შორის დაპირება იყო რაღაცა უსაფრთხოების გეგმებზე, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, გარანტიებზე, თუმცა მანამდე ვთქვათ ის, რომ ახლა როგორც ჩანს, მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება იქიდან, რომ როგორღაც ტრამპმა მოახერხოს და პუტინის, ზელენსკი, ტრამპის სამხრივი შეხვედრა შედგეს. ეს შეხვედრა ვერ შედგება უახლოეს მომავალში და ეს შემიძლია ასე ვთქვათ, ესე გადაჭრათ და თავხედურად თქვა და ეხლავე ვეცდები აგიხსნათ რატომ. ჯერ ერთი ყველაფერს თავი დავანებოთ, უკვე თქვა ლავროვმა, რომ ჩვენ რუსები მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის, ოღონდ სად გვეჩქარება, მოდი ნელ-ნელა მოვამზადოთ ეს შეხვედრა, პირველ ეტაპზე გავზარდოთ დელეგაციების ხელმძღვანელების რანგი.
და აი ასე ეცდება რუსეთიც დრო მოიგოს, როგორც მან არაერთხელ მოახერხა და სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინი მთელი ამ ხნის განმავლობაში დროის მოგებას ძალიან ოსტატურად ახერხებს. ეხლა ტრამპი თავს იტყუებს თუ მას პუტინი ატყუებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტად რჩება, რომ პუტინი მუდმივად ახერხებს დრო მოიგოს. პირველად ეს მაისის ბოლოს მოხდა, როდესაც გახსოვთ ევროპელმა ლიდერებმა თქვეს, რომ ორშაბათიდან თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, უნდა დაუწესდეს ძალიან მკაცრი სანქციები რუსეთს. ამას თითქოს თანხმდებოდა თვითონ დონალდ ტრამპიც, თუმცა ამ დროს პუტინმა ბურთი გადააგდო ისევ ტრამპის მოედანზე და თქვა, რომ მოდით სტამბულში შეხვდეს, აღვადგინოთ რუსული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა და ეს იდეა ძალიან მოეწონა ტრამპს. მეტიც თქვა, რომ აი იქნება როგორღაც ზელენსკი და პუტინი შეხვდნენ და მეც აქვე ახლო აღმოსავლეთში ვიქნები და მე ჩამოვალ, თუმცა რა თქმა უნდა ეს სამხრივი შეხვედრა არ მოხდა, პრაქტიკულად არაფერზე ილაპარაკეს დელეგაციებმა. ერთი ის იყო, რომ თქვა დიდი გაცვლა მოხდა და ამითი ასე ვთქვათ, გადაავადა ეს სანქციები პუტინმა. მეორე ასეთი გადავადება სულ ახლახანს აგვისტოს დასაწყისში მოხდა, როდესაც ნათქვამი იყო, რომ აი 8 აგვისტოს თუ არ დაამთავრეს პუტინი ომს, ნახეთ, იქამდე თუ ცეცხლის შეწყვეტაზე იყო მხოლოდ საუბარი, ეხლა უკვე აქ ულტიმატუმის ენაში ტრამპის მხრიდან ისმოდა, რომ უნდა დამთავრდეს ომი. თუ არა და დამანგრეველი სანქციები რუსეთს და მის მოკავშირეებს მეორადი სანქციები და გათენდა 8 აგვისტო და რა თქმა უნდა სანქციები არ იყო, მხოლოდ ინდოეთი ასე ვთქვათ, გაიწირა, ისიც 25% პლუს 25% აქციით, არაფერი დიდი, შეიძლება ინდოეთისთვის კი, მაგრამ საერთოდ რუსეთისთვის არაფერი დიდი და პუტინისგან გვესმის, რომ აი, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი კიდევ წინ მშვიდობისკენ და პუტინი ჩამოვა ალიასკაზე. და ასე მოიგო კიდევ უფრო მეტი დრო პუტინმა. რისთვის იგებს ახლა, რისთვის ჭირდება დრო პუტინს? ის დარწმუნებულია, რომ ფრონტზე მიაღწევს წარმატებას. ამაში დარწმუნებულია იმიტომ, რომ არასწორი სადაზვერვო ინფორმაციები მისდის, დარწმუნებულია იმიტომ, რომ სხვა რეალობას ხედავს თუ რის გამო ეს ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად რაც კი დადგა 2025-ის გაზაფხული, გვესმის, რომ მალე დაიწყება დიდი საზაფხულო რუსული შეტევა. და აი ამ დიდი საზაფხულო რუსული შეტევისგან ზაფხული დამთავრდა, რა გადარჩა? კარგით, დაუშვათ, რომ თბილი ამინდები სექტემბერშიც იქნება და მერე იქ ატალა ხდება, მერე იქ წვიმა წამოვა, ყინვები დაიწყება, ველები გაუვალი გახდება და მოკლედ საზაფხულო შეტევა არ შედგება. ამ საზაფხულო შეტევის დროს კი გარკვეული წინსვლა სუმის და მათ შორის დონეცკის ოლქში რუსებს ჰქონდათ, თუმცა ეს წინსვლა ძალიან მცირედით იყო, მეტწილად შეჩერებული და უკუგდებული არის. შესაბამისად, რაიმე სერიოზული ხელშესახები არ აქვს ფრონტზე უკრაინას და არც რუსეთს. მილიონი რუსი ჯარისკაცი კი უკვე განადგურდა გარდაცვლილების, დაჭრილების და დაშავებულების სახით და ეს რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, მაინც აი ამ утоპიური იდეის ჯერა პუტინს და ცდილობს, რომ ეს დრო გამოივაჭროს როგორღაც. და ეს სანქციები გადაავადოს. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, რაც უნდა დამანგრეველი იყოს სანქციები, ეს ომს ვერ გააჩერებს, იმიტომ რომ რუსეთი მაინც გამონახავს ფინანსურ რესურსს, რომ ამ ომის წარმოება გააგრძელოს მინიმუმ 6 თვით, 1 წლით, 2 წლით, მაგრამ ეს სერიოზული შეფერხება იქნება მის ხელში. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც აი ეს მშვიდობა ასე მალე ვერ დადგება და ვერც ეს სამხრივი შეხვედრა ვერ შედგება, უნდა ვეძებოთ რუსულ კლასიკაში კრილოვის ლებედ რაკ ი შუკა. ქართულ თარგმანში გედი, კალმახი და კიბო. ტრამპი როგორც გედი, რომელიც სადღაც ცაში დაფრინავს, მოწყვეტილი აბსოლუტურად რეალობას, პუტინი როგორც კიბო, რომელიც უკუსვლით დადის და მხოლოდ წარსულში იყურება და საბჭოთა კავშირის აღდგენის утоპიური იდეით არის შეპყრობილი, ისეთივე утоპიური იდეა როგორც თავად საბჭოთა კავშირი იყო და ზელენსკი როგორც კალმახი მოგეხსენება დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და ზელენსკის ეხლა სხვა გზა არ აქვს თუ არა იცუროს იმ დინების საწინააღმდეგოდ, როგორი მსოფლიოს წარმოსახვაც აქვს ტრამპს და პუტინს. ასე რომ ყველა თავისკენ ეკაჩება ურემი კი ადგილზე დგას. ურემი არც და არ იძლვის, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ანუ სამივე ლიდერს რეალურად სხვადასხვა მიზანი აქვს. ტრამპს უნდა მშვიდობა ნებისმიერ ფასად, პუტინს უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა, ხოლო ზელენსკის უნდა სამართლიანი მშვიდობა, სადაც უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩება, შეინარჩუნებს სუვერენიტეტს და იქნება უფლება ასე ვთქვათ, განვითარდეს ევროკავშირში და დასავლურ
ინსტიტუციებში. როგორც თქვით, აი იმ შეხვედრაზე ევროპული დესანტი რომ იყო ვაშინგტონში გადასხმული, განიხილეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იმ შემთხვევაში, თუ ომი დასრულდებოდა და მათ შორის ამ გარანტიებში იყო საუბარი ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედებაზე, ოღონდ ნატოში წევრობა არა, ასევე იყო საუბარი თითქოს რომ ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანული და ფრანგული კონტინენტი განთავსდებოდა იქ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიმართლე რო ვთქვათ, ეს ამ ეტაპზე ვერანაირი უსაფრთხოების გარანტია არ არის, რადგან უკრაინას უკვე აქვს უსაფრთხოების გარანტია იმის სანაცვლოდ, რომ მან ჩააბარა ბირთვული იარაღი და ასევე გარკვეული კლასის ფთოსანი რაკეტები. ეს ბუდაპეშტში მოხდა და იცით ვინ არიან გარანტორები? რუსეთი, ბრიტანეთი და ამერიკა. აი უსაფრთხოების გარანტიები მიცეს, ოღონდ თქვენს ბირთვული არსენალი დათმეთ და ჩვენ ვიქნებით თქვენი სუვერენიტეტის გარანტიო და რას ხედავთ. თვითონ ერთ-ერთი გარანტი რუსეთი დაესხა თავს. ასე რომ აი ესეთი თუნდაც ფულცელზე ძალიან კაცრად გაწერილი უსაფრთხოების გარანტიები ამ შემთხვევაში უკრაინისთვის ვერანაირი რეალური გარანტია ვერ იქნება. აქვე ჩნდება კითხვა მაშინ რა შეიძლება იყოს ეს უსაფრთხოების გარანტიები და სად არის გამოსავალი. გამოსავალი არის ძალიან მარტივ ამბავში. ჩვენ ვხედავთ რომ 3 წელიწადნახევარია უკრაინული არმია აჩერებს და ძალიან ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს თავის დროზე მსოფლიოში მეორე არმიად გამოცხადებულ რუსულ ჯარს, წითელ ჯარს. ისინი არამხოლოდ კარგად იცავენ თავს, არამედ გარკვეულ მონაკვეთებზე შეტევაშიც გადადიან. ჩვენ გავიხსენთ, რომ პირველი 6 თვე პრაქტიკულად ბაირაქტარების და ჯაველინების იმედზე იყვნენ და არანაირი სერიოზული შეერაღება უკრაინას არ ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო უკრაინისთვის ასავლური შეერაღების მიწოდება და ისიც უნდა ითქვას, რომ არამოდერნიზებული, კი რა თქმა უნდა, რუსულ შეერაღებასთან შედარებით, რაც მანამდე ჰქონდა უკრაინას იმასთან შედარებით მოდერნიზებული, თუმცა მაინც მოძველებული დასავლური იარაღი იყო. მათ შორის თუნდაც პატრიოტები ჩვენ ვიცით ხომ რომ გერმანიამ პატრიოტების ის პარტია მიცა რომელიც ჰქონდა უკრაინას სანაცვლოდ კი ახალი მოდიფიკაციის პატრიოტები მიიღო ამერიკისგან, ხო? ანუ უსაფრთხოების რეალური გარანტია უკრაინისთვის არის სერიოზული დასავლური შეერაღების მიწოდება და ფინანსების ჩადება უკრაინის შეერაღებულ ძალებში, უკრაინის ეკონომიკაში იმისთვის რომ ომის დასრულების შემდეგ ეს არმია კიდევ უფრო გაძლიერდეს და თუკი ნატო ასეთ ძლიერ არმიას, როგორც უკრაინას ეყოლება იმ დროისთვის, რეალურად საბრძოლო მოქმედებებში პრაქტიკა მიღებულს არ მიიღებს, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა, ასე ვთქვათ, თვითმყოფადად შეძლებს თავის დაცვას, მით უმეტეს ამ ფონზე, როცა ჩვენ ნახეთ, რომ 3 წელიწადნახევარში ეს ასე თუ ისე წარმატებით მოახერხეს. დღეს ასე ვთქვათ, სუვერენიტეტი არის უკრაინის, უკრაინა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს, არ იმორჩილება მოსკოვს. აი დღეისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა სწორედ ის დრო არის, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გაავრცელოთ თქვენ სოციალურ ქსელებში და არა. ვიდეოს ბოლოს მინდა მაკრონის ერთი ციტატა და ცოტა სახარებისეული გადახვევა გავაკეთო. მაკრონმა აი ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა ესეთი ციტატა, რომ პუტინი არის კაცი ჭამია ჩვენს კარიბჭესთან და რუსები და რუსეთუმეები ატყდნენ, რომ აი რაღაცა პროპაგანდა წავიდა, რომ აი რა ლექსიკით მეტყველებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქ მთელი ირონია იმაშია, რომ რუსეთი რომ მართლმადიდებლობის დამცველად გვევლინება და რუსეთუმეები რომ ლამის ჯვრით დაგვსდევენ და უღმერთოებს გვეძახიან, იმასაც კი ვერ მიხვდნენ, რომ ეს იყო ციტატა სახარებიდან, ახალი აღქმა, იოანეს გამოცხადება, რომ არ შემეშალოს ზუსტ ციტატას წავიკითხავ, მხეცი რომელიც იხილე იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედელად წავა. ასე რომ აი ეს ევროპა თქვენ რომ გონიათ რომ რაღაცა ქართულობას გვართნოს ამ რელიგიას ებრძვის, სინამდვილეში სახარების ფასეულობებზე და ქრისტიანობის ფასეულობებზე დგას და იცავს და მათი ლიდერები სახარების ენით გველაპარაკებიან. ეს ისე ძალიან მცირე გადახვევა. მოკლედ ახლა ნამდვილად გემშვიდობებით, მადლობა რომ ისმინეთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ და შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო და გაავრცელოთ თქვენს სოციალურ ქსელებში. ნახვამდის.